პირდაპირ ეთერშია ქრონიკა დღის ახალ ამბებს თამარ გოგესაშვილი გაგაცნობთ. დღეს დედის დღე აღინიშნება, სწორედ ამიტომ ყვავილებით ხელში ქუჩაში არაერთ ადამიანში ამჩნევდით. განსაკუთრებული ხალხმრავლობა ყვავილების დახლებთან იყო. მოვაჭრეების თქმით, ყველაზე მეტი დღეს ია გაიყიდა. მეუღლისთვის და დედისთვის ვარჩევ ყვავილებს და ულოცავ წესპირულად გახდა ჩემი მეუღლე დედა და ულოცავ მშვენიერ დღეს. ასევე ყველა დედას მიულოცავ დღევანდელ დღეს. დედისთვის ვარჩევ, ყველა დედას ულოცავ დღევანდელ დღეს და რა ვიცი, ბედნიერებას და სიხარულის უსურვებას. ეს ვიყიდე ბებიასთვის და დედასთვის და ყველა მანდილოსას მიულოცავ, ვისაც შვილი ყავს და მრავალს დაესწროს და ღმერთმა ბედნიერად აცხოვროს ისინი. დედის დღეს პირველი ჩვილი რუსთავის სამშობიარო სახლში ბიჭი დაიბადა. პატარა გუგა ხოსიტაშვილი დილის 7 საათზე ფიზიოლოგიურად გაჩნდა. თამარ ხოსიტაშვილისთვის მესამე შვილია. პატარა გუგა 4 კილოგრამს იწონის და როგორც დედის, ასევე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამშობიარო ხოსიტაშვილმა დილის 7 საათზე დღეს სამში მამრობითის კეშის 4 კილო დიდი ნაყოფით. მდგომარეობა როგორია? ნორმალური მდგომარეობა, კარგად იმშობიარო, გართულების გარეშე. ბავშვიც კარგად არის? ბავშვიც კარგად არის და დედაც. დაიბადა დილის 7 საათზე, არის მესამე, ყავს 2 გოგო და მესამე ბიჭია. ესე დიდი საჩუქარია რა ამაზე, საჩუქარი რა ვიცი. ვარ კმაყოფილი და ყველანაირად კმაყოფილი. თავს როგორ გრძნობს? კარგად. 3 მარტის მისალოცად მოხუცთა სახლის მაცხოვრებლებს რუსთავის მერთან ერთად ქალაქის სხვა ხელმძღვანელი პირებით სტუმრობდნენ. მათ მოხუცებს დედების დღე ფასიანი საჩუქრებითა და ტკბილეულით მიულოცეს. ქსენონის მცხოვრებლები მათთვის მადლობის სიტყვებს არ იშურებდნენ. ჩვენ ღმერთი ფარავს მაგლიდან მიწიდან კი აი თქვენ ფარავთ. სწორედ ამ ადამიანებს ჭირდებათ განსაკუთრებულად სიტყვა, სიყვარული, ზრუნველობა და საზოგადოების ყველა წევრი თითოეულ ჩვენთაგანი ვალდებულები ვართ, რომ მათ მივაქციოთ ყურადღება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ულოცავ ასეთ გარემოში ჩვენ აქ არიან ღვაწლმოსილი დედები, რომელთაც რა თქმა უნდა სიამოვნებთ, სიტყვა, ყურადღება. პირველ რიგში თითოეულ მათაგანს ულოცავ ამ დღეს, ულამაზეს დღეს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ესენი დიდხანს ცხოვრობენ, დედები არიან, რომელთაც ჩვენ ვამაყობთ და ჩვენთვის ყველაფერი არიან. ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან ვიხარია და ყოველთვის რაღაცა ესეთი განწყობილებით ვარ, რომ ჩვენთვის სიახლეა. რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლს დღესვე მაჟორიტარი დეპუტატი დავით ნადაშვილიც სტუმრობდა. მან ხანდაზმულებს 3 მარტი მიულოცა და საჩუქრები და ტკბილეული მიუტანა. მოხუცები მაჟორიტარი დეპუტატის სტუმრობით კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენ სრული ქონდა, რომ სწორედ მოხუცებებთან თავში საფარში მოსულიყავით დღეს და მიულოცეს მართლაც ბედნიერი დღე ჩვენი ტკბილი მოხუცებისთვის, ჩვენი დედებისთვის და სრულიად საქართველოს დედებს ულოცავ. დღეს ბრავალს დაასრულეთ. ჯანმრთელად იყვნენ თავარია. თქვენი ოჯახები ჩვენ მათი იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა და მათ კიდე ჩვენი. ისეთი მადლობელი ვართ, ისეთი გახარებული ვართ, რომ მეტი არ შეიძლება და დიდი მადლობა. 3 მარტი რუსთაველ მრავალშვილიან დედებს მერიამ და თვითმმართველობამ კონცერტით მიულოცა. ღონისძიებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედებიც დაესწრნენ. კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და საესტრადო შემსრულებლებმა მიიღეს. დედებისთვის იმღერეს ჯეოსტარელებმაც. რუსთავის მერიისა და თვითმმართველობის ინიციატივით 136 დედას საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ. სული და გულით მინდა მიულოცო ყველა დედას, უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება და რა ვიცი, აი ყველაფერი კარგი. სულ ყველა საქართველოს ყოფილიყოს ყოველთვის, აი გახარებული ყოფილიყოს ყველა დედა. მადლობა მინდა მოახსენო ამ კონცერტის ორგანიზატორებს. ჩვენ ნიკოლოზი და თავისი სამიდები მოვედით კონცერტის აყურებლად და ვიმედოვნებთ, რომ ნასიამოვნები წავალთ აქედან. პირველ რიგში ყველა ქართულ დედას ვილოცავ დღევანდელ დღეს, ვუსურებ, რომ მათ თავიანთი შვილები აღეზარდოთ მშვიდ და ბედნიერ ქვეყანაში და ასევე დიდი მადლობა მინდა მოუხადო ქალაქის თვითმმართველობას ამ ლამაზი დღისთვის, სიურპრიზების გვაქვს როგორც გადმოგწეს და რა ვიცი, ყველას დიდი მადლობა. ყველა დედას, ყველა ქალბატონს მინდა მიულოცო დღევანდელი ლამაზი დღე. უსურო წარმატებები, ჯანმრთელობა, ბედნიერება, გახარება. მინდა აღნიშნო, რომ
ისინი გვირები არიან, მათი 8 წლი არის შეუფასებელი და ყოველივე საუკეთესო მინდა უსურვო. მე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა რუსთაველს, დედას, არა რუსთაველს, ყველა ქართველ დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. დედის მიმართ ქართველ კაცს გააჩნია განსაკუთრებული გრძნობები, განსაკუთრებული კულტია დედა საქართველოში და ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ უბრალოდ მოვეფეროთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და ეს არის უბრალოდ ჩვენი მხრიდან ჟესტი და დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში დედა არის დაფასებული, მომავალი თაობა დარწმუნებული ვარ ისე ვისე მიეფერება დედებს, როგორც ეფერებოდა წინა თაობა. დედების დღესთან დაკავშირებით უჩვეულო გარემო იყო ქრონიკის საინფორმაციო ოთახში შვილებმა ჟურნალისტებს 3 მარტი განსაკუთრებულად მოგვილოცეს. თუ რითი იყვნენ ისინი გამორჩეულები დღევანდელ დღეს და როგორ გამოხატეს პატარებმა თავიანთი დამოკიდებულება დედების საყვარელი საქმის მიმართ, ნახეთ ლელა ბერიძის სიუჟეტში. მაისის ბოლო გამოგვივიდა მშობლიეროს თარიღი 28 მაისი. სქესი მამრობითი წონა კილო და 200. ორგანოები და სისტემები ყველაფერი ნორმის ფარგლებში. თამუნა რამდენიმე თვეში დედა გახდება. ეს დღე მისთვის განსაკუთრებულია. საკუთარი შვილისგან პირველი მილოცვა მომავალმა დედამ ამ ფორმით მიიღო. ემოციებს ვერ მალავდა, თუმცა ჩვენთვის რამდენიმე სიტყვის თქმა მხოლოდ სტუდიაში მოახერხა. ძალიან ბედნიერი ვარ, მართალია ჯერ დედა არ ვარ, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში გავხდები. ჩემი პატარა სულ მუცლით დამყავს. დღეს სურათიც გადავუღე, განსაკუთრებულად მომილოცა დღევანდელი დღე, ძალიან აქტიური იყო, თავისი მოძრაობით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა დედას, ჩემ თანამშრომლებს მიულოცო დღევანდელი დღე. დილიდან უჩვეულო რეჟიმით დაიწყო ქრონიკის ჟურნალისტებისთვის დედების დღე. 3 მარტი იებით ხელში ანანომ, საბამ, ლუკამ, ჯარჯიმ, გიორგიმ, ნიკოლოსმა და ანასტასიამ დედებს ერთად მოგვილოცეს. უჩვეულო ჟრიამულმა სტუდიაში გადაინაცვლა. ყველაზე მეტად დედის პროფესიით პატარა ლუკა დაინტერესდა. პირველ რიგში მინდა რომ ყველა დედას მიულოცო დღევანდელი დღე განსაკუთრებით ჩემ დედიკოს. რაც შეეხება დედობრივ გრძნობას, მე მიმაჩნია რომ ჩემი შვილი არის მარტო საჩუქარი. ანასტასია რო დაიბადა, იმ წუთას მივხვდი რომ სადაც სხვა სამყაროში აღმოჩნდი. დედობრივი გრძნობა მართლა ძალიან გემრიელი გრძნობა და ყველა ქალს ვუსურვებ რომ დედობრივი გრძნობა გამოიცადოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედების დღე არის, ჟურნალისტებისთვის არც ეს დღე არ არის გამონაკლისი, როგორც წელიწადის განმავლობაში არც ერთი სხვა დღე. და მუშაობთ აქტიურად, ვამზადებთ სიუჟეტებს დედებისთვის დღევანდელ დღეს. ყველა დედას მინდა ვუსურვო იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი, ყავდეს ჯანმრთელი შვილები, რაც მთავარია. რაც შეეხება გრძნობას, ალბათ ქალისთვის ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს, იმიტომ რომ ის დედაა და მას ყავს შვილები და შეუძლია რომ ამით ყველაზე კარგი საქმე აკეთოს და თუ რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან კარგად შერწყმული შენ პროფესიასთან ერთად, რა თქმა უნდა ეს უკეთესია. უჩვეულო დაწყებული დღე ჟურნალისტი დედებისთვის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ახლა როდესაც თქვენ ამ სიუჟეტს უყურებთ, ჩვენი შვილები ჟურნალისტ დედებს სულ მოუთმენად გველოდებიან.
ხვალ საქართველოს ვაჟკალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მე-5 ტურის ორი შეხვედრა შედგება. ერთი თამაში რუსთავის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის თესეუს დაუპირისპირდება რუსთაველ კალათბურთელებს. ზედიზედ განცდილი რამდენიმე მარცხის მიუხედავად ოპტიმისტური განწყობა აქვთ და ჩემპიონებისათვის მებრძოლი გუნდის დასამარცხებლად სულ მზადყოფნაში არიან. ენერჯი ინვესტისა და თესეუს თამაში 18 საათზე დაიწყება. ტურის მეორე შეხვედრა კი ქუთაისში შედგება, ადგილობრივი გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუპირისპირდება. ძლიერი მეტოქი ხდება თესეუს სახით. გამოცდილები არიან, ლიდერები არიან წელევანდელ ჩემპიონატში, დაძაბული თამაში გველის. ვეცდებით რომ ბოლომდე დავიხარჯოთ, ვითამაშოთ ის კალათბურთი, რასაც თამაშობდით. რა ვიცი, თამაშია 50-50-ია პროცენტულად და ვეცდებით რომ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და თამაში შესაძლებლობა დავასრულოთ. მაქსიმალურად შევეცდებით რომ ჩვენ დავიხარჯოთ მოედანზე და ჩვენი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია. რაც შეეხება გუნდს, ესეო საუკეთესო გუნდია ჩემპიონატში. ძალიან კარგად თამაშობს და მაგრამ ჩვენ წინა თამაშზე რომ ვეთამაშეთ გაუჭირდა ჩვენთან მოგება და ოვერტაიმში მოახერხეს გამარჯვება და შევეცდებით ისევ რა თქმა უნდა ბოლომდე დავიხარჯოთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ. დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია შიომღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ხსენება ღირსი შიომღვიმელის, ანუ შიოობას ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით რუსთავის ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. დილის 9 საათიდან ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარში მამა იაკობმა სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის ბოლოს მამა უმრევლი დაუცა და ტრადიციულ ქადაგებაში წმინდანის ცხოვრებაზე ისაუბრა. დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია სოფლიო სამართლმადიდებლო იხსენიებს ღირსი მამის შიომღვიმელის ხსენებას. იცით თქვენ რომ წმინდა შიო იყო მე-6 საუკუნის მოღვაწე, ის იყო მოწაფე ივანე ზედაზნელისა, ერთ-ერთი 13 ასურელ მამათაგანი. ივანე ზედაზნელი თავის მხრივ იყო სიმონ მესვეტის მოწაფე. ხილკურთხევით, მოძღვრის კურთხევით და ღვთისმშთაგონებით ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. შიომღვიმელი არის ამ 13 მამათაგან ერთ-ერთი გამორჩეული თავისი ასკეტური ღვაწლითაც. მაგიტომაც ეწოდა მას მღვიმელი, რადგანაც მან თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდი გაატარა, ასასულამდე გაატარა ღრმა მღვიმეში. დიდება შენდა ღმერთო და მადლობა შენდა უფალო, ასეთი მოღვაწენი ყავდა და ყავს და გეყოლება უკუნისამდე. ცხოვრება შენი ღვთისმსახურები წარმართე და ჯვარესა აღმღებელმა დაუტევე ყოველივე სოფელსა, უდაბნო საშვენიერებაო შიო. ამ სიტყვებით ავედრებს თავს წმინდას მრევლი ლოცვის დროს. ანტიოქიელი ღირსი შიომღვიმელი იყო 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომელიც უდაბნოში ბერად აღიკვეცა და 20 წელი დაყო მამა იოანესთან ერთად. 12 თანამოსაგრე შორის შიო იყო ერთ-ერთი, რომელიც მამა იოანემ თან წამოიყვანა. საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განაწილდნენ. შიომღვიმელმა მცხეთის მახლობლად სარკითეთის კლდეში მღვიმე იპოვა და იქ დაიწყო მოღვაწეობა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი წმინდანმა მამა იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა კურთხევით მოწაფეები შეკრიფა და წესი დაუდგინა. თვითონ კი მის მიერ გათხრილ მღვიმეში 15 წელი იცხოვრა. დღეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა მამის შიომღვიმელის ხსენების დღეს, რომელიც ასურელი იყო წარმოშობით, მაგრამ ქართულ წმინდანად არის შერაცხული. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ეს დღე და მალე გვენახოს გაბრწყინებული ჩვენი სამშობლო. მიულოცო ყველას ამ წმინდა დღესასწაულს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებ. მაღალი ღმერთი იყოს მათი მფარველი. ყველას მიულოცო სრულიად საქართველოს, ყველა ქრისტიან ადამიანს, ყველა ჭიშმარიტ ადამიანს მიულოცავ დღევანდელ დღეს. მრავალზა ეს არის. დღესაც კი შიომღვიმის მონასტერი, რომელიც უდიდეს მადლს იტევს, ყოველწლიურად უამრავ ტურისტსა თუ მომლოცველს მასპინძლობს. როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში, ამინდის პროგნოზიდან შეიტყობთ. ასეთი იყო დღის სიახლეები ქრონიკა და სულ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.